მოსკოვში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასებენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად აქტიურად მუშაობს. მათივე თქმით, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა ქვეყნის იზოლაციისკენ არის მიმართული და საქართველო რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა. თუ შედეგი იქნება ისეთი, რომელიც როგორც მინიმუმ არ ჩაითვლება, რომ უკრაინამ წააგო, მაშინ ძალიან კარგი. თუ ტრამპის ამ აქტივობის შედეგად უკრაინაში თუ სოფლიოში დარჩება აქმა, რომ რუსეთმა მოიგო, მაშინ ეს იქნება უდიდესი შეცდომა, რომელიც ტრამპმა დაუშვა და შეეძლო დაეშვა ამ სიტუაციაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე ძალიან სულად დაისახება ეს და ჩვენთვისაც ძალიან გაზრდის რისკებს, მათ შორის რუსეთიდან მომავალ რისკებს. ის რომ ტრამპი ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ დადგეს მშვიდობა და მათ შორის ამერიკის მოკავშირეების თავისუფლებას და სუვერენიტეტს აღარ შეექმნა საფრთხე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ძალღუნეს არის შურებენ ამისთვის, თუმცა ფაქტია და ცხადია, რომ ძალიან რთულია ამის გაკეთება, როდესაც მშვიდობის მთავარი მტერი მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი არის ერთ-ერთი აქტორი, ერთ-ერთი მონაწილე ამ პროცესში, ამიტომაც ძალიან რთული გახლავთ ზოგადად როგორც ესეთი მიზანი, რომ რუსეთი აიძულო მშვიდობისკენ, მით უმეტეს როდესაც მას არც ერთი სტრატეგიული მიზანი ამ ტერორისტული სამხედრო მოქმედებების არ შეუსრულებია. საქართველოს გადმოსახედიდან ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ვხედავთ და დღესაც გამოჩნდება კიდევ ერთხელ თუ რა დონის მხარდაჭერა არსებობს უკრაინის მიმართ. ამის ფონზე ვხედავთ საქართველოს, რომელიც სრულად იზოლირებულია უკვე ჩვენი პარტნიორებისგან ქართული რეჟიმის გამო და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პუტინიც კი დღემდე ცდილობს შეინარჩუნოს ტრამპის კეთილგანწყობა და მაქსიმალურად აწარმოოს დიალოგი ტრამპთან და ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან. ბოლო თვეების განმავლობაში არის მხოლოდ ლანძღვა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, მათ უწოდებენ deep state. უკრაინა სამწუხაროდ მართლაც და პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა, მოდი ესე დავტოვოთ, ნათქვამი, პაიკად გამოიყენეს და საქართველოს ამის საშუალება არავის მიცა. რატომ შეიძლებოდა ამ ომის ინტერესის მქონე ჯგუფს თუ ადამიანებს არ სდომოდათ საქართველოს მეორე ფრონტი? ერთ არგუმენტს ვერ მეტყვით, რატომ შეიძლება არ სდომოდათ და რომ უნდათ ეს კულისებში ღიად ევალებოდა საქართველოს, მაგრამ საქართველოს დავალებებს აღარ იღებს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. უკრაინაზე ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ხარკოვში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წლინახევრისაა. ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძირითად საკითხებს განიხილავენ და უკრაინასთან ერთად საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერები. ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ არხზე განცხადება გაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანი ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულებაა და მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მამუკამდინარაძის განცხადებით, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტი საქართველოს მიმართ უსამართლო კრიტიკით გამორჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს. დინარაძე აცხადებს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. მისივე განცხადებით, თითოეული ინდექსის მიხედვით საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს. ოპოზიციის წარმომადგენლები ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მართველი გუნდი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს. ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა. არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას. როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი. ზოგადად თავი პრობლემა ის კი არის, რომ ქართული ოცნების რომელიღაც
ქართულების ხელისუფლება რომელიღაც ინდექსში კარგად არის, სუდად არის. არამედ ისე ზოგადად ქართულ ოცნებას ღიად გაცხადებული აქვს ირაკლი ყობახიძის სახით, რომ მას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. არ გააკეთებს ამისთვის არაფერს განსაკუთრებულს და თუ არ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მე მგონი ცოტა უხერხულის არის აქეთ რაღაც პირობები დაუყენო. Այդտեղ თავი პრობლემა არის, რომ სანამ ქართული ხალხი ხარს უჭერს ისეთ თავრობას, რომელსაც არ უნდა ევროინტეგრაცია არ მოხდება და სულ შემთხვევაში უკან შეიძლება დავიხილოთ, რაც დაახლოებით ახლა ხდება. ადგილობრივ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას გეგმავენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის, რომლებიც საერთო კანდიდატების წარდგენის შესახებ ამ დრომდე მსჯელობენ. ასევე არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია გირჩი. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ. მართველი გუნდი თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დამარჯერებლად გაიმარჯვებს და ოპოზიცია მას კონკურენციას ვერ გაუწევს. პარალელურად ქართული ოცნება ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დასწრების საკითხს ეხმაურება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მართველი გუნდისთვის სულ ერთია იქნება თუ არა სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ არჩევნებზე წარმოდგენილი. მისი თქმით, თავად ეუთო ოდირმაც არ გამოხატა დიდი სურვილი, რომ თვითმმართველობის არჩევნებს დაკვირვებოდა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ხალხი კონკრეტულად კრიტიკულად განწყობილი ამორჩეველი გადაიაზრებს წარსულ გამოცდილებას, აღარ დაუჭერს ხარს არც იმ თავრობას, რომელიც ევროინტეგრაცია ჩააგდო და არაფერი სიკეთე არ მოუტანია ამ ქვეყნისთვის ამდენ წლის მანძილზე და არც იმ ოპოზიციას, რომელიც მარტო რაღაც რუსულ რეჟიმს გაიძახის და უბრალოდ გარდა რაღაც ამ ყოველისა არაფერი არ შეუძლია გააკეთოს და საბოლოო ჯამში გირჩი უფრო მეტ ხმას აიღებს. ეს დაგვეხმარება ჩვენ რომ გავძლიერდეთ და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მაღალი შედეგი მივიღოთ და მართლა შანსი გაგვიჩნდეს შევცვალოთ ეს ქვეყანა. დღეს მოხდება უკვე ჩვენი საერთო შეთანხმებული კანდიდატის წარდგენა თბილისში, ხოლო შემდეგ პარალელურად, რა თქმა უნდა, გრძელდება კანდიდატების შეთანხმება 64 მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში ეს ადამიანები იქნებიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულები, მაღალი სანდოობით გამორჩეულები და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მთლიანად საპროტესტო ელექტორატის მობილიზაციას. იმ ეგრეთ წოდებულ სისტემურ ოპოზიციას, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ სპეცოპერაციაში, მათი მხრიდან ახლა ვინ დასახელდება კანდიდატებად, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ამას ყველა ხვდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ყველა ხედავს, რომ მათი მონაწილეობა არის უაღრესად ნომინალური და ისევ თვითდაზიანების პროცესში არიან, იმიტომ რომ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი არის ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება. რა წინააღმდეგობის გაწევაზე არის საუბარი, როდესაც ისინი ვერ შეთანხმებულან საერთოდ კანდიდატები ვინ ეყოლებათ და ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება, მათიც ან უბრალოდ რომ მიღებული აქვს დავალება რომ და გაიმიჯნოს ძველი ნაციონალური მოძრაობა და ლელოელი და კახარელი ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ეს ვისი ხელით უნდა გაკეთდეს, ამ ყველაფერზე ვერ დახვდებიან, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არც არაფერი არ აქვს საზოგადოებისთვის, საწმენი არც მუნიციპალიტეტებისთვის თავიანთი პროგრამის შეთავაზება არ შეუძლიათ და შესაბამისად მოუწოდებთ მათ ამორჩეულებს კიდევ თუ ყავთ მათ დარჩენილი, რომ კარგად დაფიქრდნენ. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით სამშობლოსთვის თავდადებული. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დღეს 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ კოჯორიდან და ვაზიანის მე-4 ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც მოვიდა დაგვაფასა, მშვიდობას უსურვებ საქართველოს. დღეს გიორგი ანწუხელიძეს შეუსრულდებოდა 41 წელი. ჩვენ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიიდან ვართ, წარმოდგენილები პირად შემადგენლობა, რომლებიც პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლადისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდების მხარე მისარგებლა. როგორც პროკურორმა ვახტანგ ცალუღილაშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან. ბრალდების მხარის განმარტებით სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ინსაფალიები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისროდა და სხვა პირებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე ბარიკადებს ამონტაჟებდა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადაადგილებაში ხელი შეშლოდათ. ნიკოლოზ ჯავახიშვილზე კი პროკურორმა განაცხადა, რომ ის პიროტექნიკას ისროდა პოლიციელების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათივე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჯავახიშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობამ მათი ვერსია და მოწმე პირების ჩვენებებში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს აქციაზე დანაშაული არ ჩაუდენია. მისივე თქმით, დასკვნით სიტყვაში ასევე არ ყოფილა ნახსენები, რომ რომელიმე მოწმის ინფორმაცია ან ცდარია, ან რაიმესთან წინააღმდეგობაში მოდის. დაკავებული 8 პირიდან 3-ს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელკვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქვემო ქართლის რაიონში ცივი იარაღის გამოყენებით ჯგუფურად იძალადეს. დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ბადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.